მოგესალმებით მეგობრებო, კოლეგებო, გარკვეული დიდხნიანი პაუზის შემდეგ გიბრუნდებით კვლავ მორიგი ვიდეო განხილვით. ამ ეტაპზე სულ შემოგთავაზოთ კიდევ ერთი 5 ტესტური დავალება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან. ჩვენ ამ მიმართულებით ერთი ვიდეო უკვე ჩაწერილი გვაქვს და დევს ჩვენს ოფიციალურ გვერდზე და შეგიძლიათ იხილოთ. ამ ვიდეოში კი მორიგი 5-დან 10 ტესტურ დავალებამდე გვექნება საუბარი. დავიწყოთ მე-6 ტესტური დავალების განხილვა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად ჩამოთვლითაგან რომელი დებულება არის სწორი. ავარიანტია სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც ყველაზე უკეთ ემსახურება მჟავრდებულის საუკეთესო ინტერესებს. ბ ვარიანტია სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებდა პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს. გ ვარიანტია სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლოში განხილვის დროს და ბოლო დ ვარიანტია სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კანონებს და საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ეხლა აქ მარტივად უნდა ვთქვათ, რომ სწორი პასუხი გვექნება ჩვენ გ ვარიანტი, რაც პირდაპირ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვით სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლოში განხილვის დროს. გადავიდეთ მე-7 ტესტურ დავალებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მეორე სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე. მიმდინარე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელმა პროკურორმა 2025 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით შეწყვიტა სისხლისამართლებრივი დევნა ბრალდებულის მიმართ საქმეზე გამოძიების დასრულებამდე. დასაბუთებაში პროკურორმა მიუთითა, რომ ჩადენილი ქმედების ხასიათიდან და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეზე პროცესის შემდგომი გაგრძელება და სასამართლოში საქმის წარმოება იყო მიზანშეუწონელი. კითხვა არის დასმული, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად კანონიერია თუ არა პროკურორის ასეთი გადაწყვეტილება. ავარიანტი გვაქვს დიახ, კანონიერია, რადგან პროკურორის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის პროცესში მოქმედ სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპს მთლიანად შეესაბამება. ბ ვარიანტია არა უკანონოა, რადგან პროკურორს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიებით ვერ მოხდება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის მოპოვება, რომლითაც დასაბუთებული ვარაუდით დადასტურდებოდა პირის მიერ დანაშაულის ჩადენა. გ ვარიანტია დიახ, კანონიერია, რადგან საპროცესო კანონით გამოძიების ხელმძღვანელ პროკურორს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება პირის მიმართ შეწყვიტოს სისხლისამართლებრივი დევნა საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე და დ ვარიანტია არა უკანონოა, რადგან პროკურორს საქმეზე გამოძიების დასრულებამდე არ ჰქონდა უფლებამოსილება ბრალდებულის მიმართ შეეწყვიტა სისხლისამართლებრივი დევნა. ეხლა მეგობრებო, აქ მიუხედავად იმისა, რომ ვარიანტები ძალიან ისე ვთქვათ, ჩახლართულად გვიჩვენება, ძალიან მარტივად გვაქვს საქმე და სწორი პასუხი გვექნება გ ვარიანტი, რაც გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლიდან. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ადგენს სისხლისამართლებრივი დევნის დისკრეციულობას. ეხლა ეს რას გულისხმობს, ხო? ეს გულისხმობს იმას, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით. ამიტომ კანონიერი არის პროკურორის ასეთი გადაწყვეტილება, მას უფლება ჰქონდა გამოიყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე პირის მიმართ შეეწყვიტა სისხლისამართლებრივი დევნა. ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქ სწორ პასუხად მოვხაზავთ გ ვარიანტს. გადავიდეთ მე-8 ტესტურ დავალებაზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ჩამოთვლითაგან რომელი მსჯელობა არ არის სწორი. ავარიანტია თუ ადვოკატი საპატიო მიზეზით არ იღებს მონაწილეობას დანიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, პროკურორი ვალდებულია იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც ადვოკატს უნდა მიეღო მონაწილეობა, ერთჯერადად გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ
არაუმეტეს 10 დღისა. ბევარიანტია, თუ ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ადვოკატი საპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, სასამართლო სხდომას გადადებს არაუმეტეს 10 დღით. გევარიანტია, თუ ადვოკატი საპატიო მიზეზით არ იღებს მონაწილეობას დანიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, პროკურორი ვალდებულია იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც ადვოკატს უნდა მიეღო მონაწილეობა, ერთჯერადად გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 5 დღისა და დევარიანტია არც ერთი პასუხი არ არის სწორი. ეხლა პირველ რიგში რაც მინდა რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო კოლეგებო არის ის, რომ კარგად დავაკვირდეთ ხოლმე კითხვის ფორმულირებას. ძალიან ხშირია ხოლმე შეცდომები სტუდენტების მხრიდან, როდესაც კითხვის დაბოლოებას ზუსტად ვერ აღიქვამენ, იციან რეალურად სწორი პასუხი, მაგრამ იმის გამო, რომ ერთი პატარა სიტყვა არის კითხვაში ჩადებული დამატებით, ამის გამო სხვა მიმართულებით მიდიან. აქაც იგივე სიტუაციაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ნახეთ, ჩამოთვლილდაგან რომელი მსჯელობა არ არის სწორი, რომელი მსჯელობა არის სწორიო, შეიძლება ესე იყოს სისწრაფეში და დაძაბულობაში გამოსტაზე ახმული. ამიტომ კარგად წაიკითხეთ ხოლმე, რამდენჯერმე წაიკითხეთ კითხვა. რას გვეკითხება კონკრეტული მოცემულობა. აქ არის დასმული კითხვა აი ამ 4 ვარიანტიდან, რომელი მსჯელობა სწორი არ არის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხო? ნახეთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ადვოკატი საპატიო მიზეზით არ იღებს მონაწილეობას დანიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, პროკურორი ვალდებულია ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც ადვოკატს უნდა მიეღო მონაწილეობა, გადადოს გონივრული ვადით ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 5 დღისა. ანუ ჩვენ აქ ავარიანტში ფორმულირება სწორად მიდის ყველაფერი და ვადაში გვაქვს, ხო? უზუსტობა. ფორმულირება ზუსტად ერთ-ერთი იგივე არის, რაც მე წავიკითხე, მაგრამ ავარიანტი გვეუბნება, რომ უნდა გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისაო და სწორი პასუხი კიდე ჩვენ გვაქვს 5 დღის ვადა. ნუ შესაბამისად აქ ავარიანტს მოუხაზავთ, რადგან ავარიანტში გამოვლენილი ჩამოყალიბებული მსჯელობა ცალსახად არასწორი არის ვადიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბევარიანტს, იგი სწორი ვარიანტია, რა თქმა უნდა, პირდაპირ გამომდინარეობს 52 მუხლის მე-4 ნაწილიდან, კერძოდ თუ ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ადვოკატი საპატიო მიზეზით სასამართლოში არ ცხადდება, სასამართლო არაუმეტეს 10 დღით გადადებს სასამართლო სხდომას. ანუ გევარიანტი თავისთავად პირველი ვარიანტის სწორი მოცემულობა არის, ჩვენ თქვით, რომ 5 დღის ვადაზეა საუბარი, და გევარიანტები იდენტურია და ვადაშია სხვაობა და სწორედ აი ეს მოცემულობა არის. თქვენ რომ აღიქვათ, რომელი მსჯელობა არის სწორიო, შემოხაზავდით გევარიანტს, იმიტომ რომ გევარიანტი სწორი ვარიანტია, ბევარიანტი სწორი ვარიანტია და ხშირად არის ხოლმე, რომ რანაირად ჩამითვალეს არასწორად გამოსტაზე, როცა ორი ვარიანტი მომივიდა სწორ ვარიანტად და ერთ-ერთი შემოხაზეო. ხშირია ხოლმე შემთხვევები. ამიტომ სწორი არის ამ შემთხვევაში პირველ რიგში კითხვის დაზუსტება, კითხვის ფორმულირების კარგად აღქმა და იმის შემდეგ მოქმედება, რა თქმა უნდა. აქ ჩვენ უკვე ვთქვით, რომ სწორი პასუხი გვექნება ავარიანტი. მორიგი მე-9 ტესტური დავალება გვაქვს შემდეგი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, რომელიც სასამართლო განიხილავს შუამდგომლობას გამოძიებისას მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. ავარიანტია სასამართლო გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით, ბევარიანტია სასამართლო, სადაც ბრალდებულის პირველი წარდგენა მოხდა, გევარიანტია სასამართლო დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით და დევარიანტია სასამართლო პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით. ეხლა ზოგადად აქ ჩვენ ტერიტორიული განსჯადობის ნაწილი გვაქვს აქტუალური, რაც განსაზღვრული არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21 მუხლით. ეხლა საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი სასამართლო განიხილავს შუამდგომლობას გამოძიებისას მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, სწორედ 21 მუხლიდან გამომდინარე ტერიტორიული განსჯადობის მიკუთვნებული საკითხი არის. კერძოდ გეტყვით, რომ ზოგადი წესის მიხედვით სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბრალდებული პირველად წარადგინა სასამართლოს. თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს განსხვავებული მოცემულობა, თუ გამოძიებისას მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა, დამტკიცების თაობაზე შუამდგომლობა სასამართლოს უნდა წარადგინოს, სასამართლო განიხილავს გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით.
რაც პირდაპირ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21 მუხლის მეორე ნაწილიდან. ამიტომ მარტივად აქ ჩვენ მოვხაზავთ სწორ პასუხად ავარიანტს, სადაც გვაქვს რომ სასამართლო გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით განიხილავს შუამდგომლობას გამოძიებისას მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. და მიმდინარე ვიდეოს ბოლო მეათი ტესტურ დავალებაზე მინდა გადავიდე. ქალაქ თბილისის პროკურორმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2025 წლის 5 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი საგამოძიებო სამმართველოდან შემჭიდროებულ ვადებში გამოძიებისა და საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით ამოიღო საქმე და გამოსაძიებლად გადასცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. კითხვა გვაქვს დასმული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად დაარღვია თუ არა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა ქალაქ თბილისის პროკურორმა. ავარიანტია, არავინაიდან ქალაქ თბილისის პროკურორმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მისივე შუამდგომლობის საფუძველზე გადასცა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საქმე, რაც საქმის საგამოძიებო ქვემდებარეობის დარღვევას არ წარმოადგენს. D ვარიანტია დიახ, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად ერთი საგამოძიებო ორგანოდან საქმის ამოღებისა და გამოსაძიებლად მისი სხვა ორგანოსთვის გადაცემის უფლება აქვს მხოლოდ გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. G ვარიანტია არა, რადგან ქალაქ თბილისის პროკურორს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღო საქმე და იგი გამოსაძიებლად გადასცეს სხვა ორგანოს. და D ვარიანტია დიახ, რადგან საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად ერთი საგამოძიებო ორგანოდან საქმის ამოღებისა და გამოსაძიებლად მისი სხვა ორგანოსთვის გადაცემა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შემდეგ შეუძლებელია. ეხლა მარტივად რომ აღვიქვათ თუ რას გვეკითხება მეათი ტესტური დავალება, არის საუბარი იმაზე, რომ აქვს თუ არა ქალაქ თბილისის პროკურორს უფლებამოსილება ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე თვითონ და გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს. აი ეს არის მთელი არსი ამ ტესტური დავალების. ანუ პასუხი გვაქვს შემდეგი: დიახ თუ არა. მას შემდეგ რაც ჩვენ ვიტყვით რომ დიახ აქვს უფლებამოსილება, უпростоრედ დაარღვია თუ არა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა ქალაქ თბილისის პროკურორმა, აი ეს უნდა გამოავლინოთ ამ ტესტური დავალებიდან. ვარიანტები გვაქვს როგორი? ორი გვეუბნება რომ არ დაურღვევია, ორი გვეუბნება რომ დაურღვევია. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, უნდა მივხვდეთ დაირღვა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნა. პირველ რიგში რაც უნდა გითხრათ, ის არის რომ დაარღვია ამ ქალაქ თბილისის პროკურორმა კანონმდებლობის მოთხოვნა. მაგრამ დარღვევის ნაწილში გვაქვს როგორც B, ასევე D ვარიანტი. ეხლა B ვარიანტი გვეუბნებოდა ეს რაღაცას, რომ საქმის ამოღების და გამოსაძიებლად მისი სხვა ორგანოსთვის გადაცემის უფლება მხოლოდ გენპროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს აქვს. B ვარიანტი ამას ამბობს, ხოლო D ვარიანტი კიდე გვეუბნება, რომ საერთოდ შეუძლებელი გახდა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ. ეხლა ჩვენ რომ არ გვახსოვდეს კონკრეტული ჩანაწერი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამა თუ იმ მუხლის, ამა თუ იმ ნაწილის, ხო? შინაარსობრივადაც რომ დაუკვირდეთ, ეხლა რომ წარმოიდგინოთ, ხო? როგორ წარმოგიდგენია ცვლილებების შემდეგ იქნებოდა ისეთი მდგომარეობა, რეგულირება, რომ უფლებამოსილება შეეზღუდოდა საგამოძიებო ორგანოს ერთი საქმე აეღო ერთი უწყებიდან და გადაეცა მეორისთვის. ხო, ნონსენსი არის, ეს რაღაც ფიზიკურად ვერ იქნება შესაძლებელი. ამიტომ აი ლოგიკურადაც რომ წავიდეთ, D ვარიანტი არასწორი ვარიანტი გვაქვს. ამიტომ მივდივართ B ვარიანტზე. მაგრამ ეხლა გავამყაროთ ჩვენი ეს პასუხი ნორმატიულად, ხო, პირდაპირ რას გვეუბნება კანონმდებლობა. ნახეთ, 33 მუხლი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა, კერძოდ ამ 33 მუხლის მე-6 ნაწილის აქვე პუნქტის მეორე წინადადება. ამბობს ესეთ რაღაცას, რომ საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს. ეხლა შეიძლება თქვენს დაბნეულობას იწვევდეს, გაურკვევლობას იწვევდეს, უფრო ესე რომ დავარქვათ, ვინ არის მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხო, ამის საამისოდ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. ეხლა უფლებამოსილი პირის განსაზღვრებას გარკვეული საკანონმდებლო წინაპირობები ჭირდება, ბრძანება და ასე შემდეგ,
რაც ჩვენს კაზუსში საერთოდ არ გვაქვს ახლა. არსად არა გვაქვს კაზუსში მითითება იმის შესახებ, რომ ქალაქ თბილისის პროკურორი გენერალური პროკურორის მიერ უფლებამოსილი არის. განსაზღვრა გენპროკურორმა ქალაქ თბილისის პროკურორი, რომ განახორციელოს ამგვარი მოქმედება. ანუ მსგავსი მოცემულობა რო გქონდეს ჩვენ ტესტში ჩადებული ფაბულაში, მაშინ კი ბატონო პრობლემა არ არის. გენერალურმა პროკურორმა განსაზღვრა ქალაქ თბილისის პროკურორი იმ პირად, რომელსაც მიანიჭა ეს უფლებამოსილება, დელეგირება გაუკეთა თავისი უფლებამოსილების, ასე რომ ვთქვათ, რომ მანაც განახორციელოს ის შესაძლებლობა საკანონმდებლო, რაც თავად გენპროკურორს აქვს, მაგრამ მსგავს ჩანაწერი ჩვენ ტესტში არ გვაქვს, ამიტომ უნდა წავიდეთ მშრალად, ნორმატიულად რა მოწესრიგება გვაქვს დღესდღეობით. ამიტომ სწორი პასუხი გვექნება, რა თქმა უნდა, B ვარიანტი, რადგან არა აქვს უფლებამოსილება პირდაპირ კანონმდებლობით ქალაქ თბილისის პროკურორს, რომ თვითონ თავისი ინიციატივით საქმე აიღოს და გადასცეს საგამოძიებო უწყებიდან ამოიღოს საქმე და გადასცეს მეორე საგამოძიებო უწყებას. ამას სჭირდება კიდევ და კიდევ რომ ხაზი გაუშვათ გენერალური პროკურორი ან გენერალური პროკურორის მიერ ამისათვის უფლებამოსილი პირი, განსაზღვრული პირი. ამიტომ აქ ჩვენ მარტივად ვიტყვით, რომ სწორი პასუხი გვაქვს B ვარიანტი. მიმდინარე ვიდეო განხილვაში კოლეგებო, ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალური ინტენსივობით მოგაწოდოთ ტესტურ დავალებებზე მუშაობა, რადგან კარგად მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს რეგისტრაციები დასრულებული არის ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდების მიმართულებით და ასევე დავაანონსებ, გეტყვით, რომ საქართველოს პროკურატურაში დასრულდა მიმდინარე წლის ნაკადის სტაჟიორებთან გასაუბრება, ელოდებიან შედეგებს, რაც პირდაპირ პროპორციულია იმასთან, რომ უახლოეს მომავალში უნდა ელოდოთ შემდგომი ნაკადისათვის პროკურატურის სტაჟირების პროგრამის გამოცხადებას, რაც თავისთავად მოიცავს გამოცდებს, პროფესიულ გამოცდებს, უნარებში გამოცდებს, გასაუბრებებს და კიდევ ბევრ ნიუანსს. და ამისთვისაც ჩვენ რა თქმა უნდა შედგენილი გვაქვს გარკვეული ტესტური დავალებები, რასაც ეტაპობრივად ჩვენი არხის მეშვეობით შემოგთავაზებთ. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს.